იცოდით, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს. დაწყებული ამ უცნობი არტეფაქტებიდან, დამთავრებული უცნაური ნახატებით, ამ ეპიზოდში დროში მოგზაურობის შესახებ მოგიყვებით. წარსულში მოგზაურობა საინტერესო ჟღერს, მაგრამ დაავადებების, საშინელი პირობებისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო ასეთი მოგზაურობა საკმაოდ სახიფათო უნდა იყოს. და რა იქნება იმაზე უარესი, ვიდრე წარსულში თანამედროვე ნივთის დაკარგვა. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ასეთი ფაქტი რეალურად მოხდა. 2008 წელს არქეოლოგებმა 400 წლის წინანდელ სამარხს მიაგნეს. ის საუკუნეების განმავლობაში დალუქული იყო, მაგრამ მისი გახსნის შემდეგ ტვრის ფენის ქვეშ საათის ფორმის ბეჭედი აღმოაჩინეს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ბეჭედზე სიტყვა შვეიცარიული ეწერა. როდესაც სამარხი დაილუქა, მაჯი საათები გამოგონილი არ იყო. თანაც შვეიცარია როგორც ქვეყანა 19 საუკუნის ნახევრამდე არ არსებობდა. სწორედ ამის გამო იდუმალებით მოცულმა არტეფაქტმა რამდენიმე საინტერესო თეორია წარმოშვა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამარხში დროში მოგზაური იყო დაკრძალული, მაგრამ მეორე თეორია რეალობასთან უფრო ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სამარხი 400 წელი არავის გაუხსნია, შესაძლოა მასში მძარცველები შეპარულიყვნენ. ეს თეორია რა თქმა უნდა ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ სამარხში ვინმე შევიდოდა, არქეოლოგები ამას მარტივად მიხვდებოდნენ. კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა რეალურად საათი არასდროს აღმოუჩენიათ, რადგანაც ეს ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე გაზეთში გამოჩნდა. სტატია მცირე ზომის იყო და მისი გამოქვეყნების შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აღარ დაწერილა. არტეფაქტი მომავლიდან საინტერესოა, მაგრამ რა სიტყვით მობილურზე, რომელიც წარსულში გამოჩნდა. ეს ნახატი ფერდინანდ ვალდმიულერს ეკუთვნის და ის 1860 წლით თარიღდება. ნახატი პოპულარული 2017 წელს გახდა. მას შემდეგ რაც ადამიანებმა შენიშნეს, რომ მასზე გამოსახულ ქალს თითქოს ხელში მობილური უჭირავს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ნახატი დროში მოგზაურობის მტკიცებულებაა. ფოტოშოპში მცირედი რედაქტირების შემდეგ ნახატი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მაგრამ ავსტრიული ხელოვნების ექსპერტი ჯერალდ ვაინპოლტერი განმარტავს, რომ ქალს ხელში მცირე ზომის ბიბლია უჭირავს. მაგრამ ვალდმიულერის ნახატი ერთადერთი არაა, რომელიც დროში მოგზაურობის მტკიცებულებად მოჰყავთ. ეს ფრესკა უმბერტო რომანოს მიერ 1927 წელს მასაჩუსეტსის დამფუძნებლის უილიამ პინჩონისთვის შეიქმნა. ყურადღების ცენტრში პინჩონის ფიგურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანთა უმეტესობის ყურადღება იმ ინდიელმა მიიპყრო, რომელსაც თითქოს ხელში სმარტფონი უჭირავს. ისტორიკოსები განმარტავენ, რომ ეს მცირე ზომის ნივთი დიდი ალბათობით სარკეა, რაც იმ დროისთვის მნიშვნელოვან ნივთად ითვლებოდა, მაგრამ ინდიელს სარკე ისე უჭირავს, როგორც ჩვენ მობილურები. ნახატების გარდა დროში მოგზაურობის ფოტომტკიცებულებებიც არსებობს. მაგალითად ეს ფოტო, რომელიც 1911 წელს გადაიღეს. ეს ადამიანი თითქოს შესვენების დროს მობილურში იყურება, მაგრამ სკეპტიკოსების აზრით შესაძლოა მას ხელში წიგნაკი ან ჯიბის საათი ეჭიროს. როგორც ფილმებიდან ვიცით, დროში მოგზაურები წარსულში არაფერს ცვლიან, რადგანაც წინაპრებთან შეხვედრამ ან ვინმე სიცოცხლის გადარჩენამ შეიძლება ერთგვარი პარადოქსი შექმნას, რაც მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზოგიერთი ადამიანი ამ წესს არღვევს. 2019 წელს სერდარ ბენიჩის სიცოცხლე იმ ადამიანმა იხსნა, რომელიც მისი აზრით დროში მოგზაური იყო და ეს წარმოუდგენელი მომენტი ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ვიდეოზე სერდარი თურქეთში ადანას ბაზრობაზე იმყოფება. ერთ მომენტში მას მხარზე უცნობი ეხება. მოტრიალების დროს სერდარმა დაინახა, რომ მას სატვირთოს ცხაურა ეჯახებოდა. უცნობის წყალობით მამაკაცმა სასიკვდილო შეჯახებისგან თავის არიდება მოასწრო, მაგრამ როდესაც სერდარმა მისთვის მადლობის გადახდა დააპირა, ის უკვალოდ გამქრალიყო. ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, მაგრამ უცნობი არ გამოჩენილა. ამიტომაც უამრავი კითხვა დღესაც პასუხგაუცემელი რჩება. თუ დროში მოგზაურები რეალურად არსებობენ, მაშინ ისინი დამალვას კარგად ახერხებენ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს პოპულარობა სურს. 2013 წელს ნიუ-იორკის ბიბლიოთეკამ ერთი საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა. მასზე გამოსახული ადამიანი ჯეიზის ძალიან ჰგავს. ეს რეპერი ერთადერთი ადამიანი არაა, რომლის მსგავსი პიროვნებაც წარსულში გამოჩნდა. ედი მერფიმ კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, მაგრამ ზოგიერთს მიაჩნია, რომ ის ჩვენს პლანეტაზე უკვე დიდი ხანი ცხოვრობს. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გადაღებულ ფოტოზე დაფიქსირებული მამაკაცი ედი მერფის ტყუპის სალს ჰგავს. მას ზუსტად ისეთივე ულვაში აქვს, როგორც მსახიობს. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ 1920 წელს გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი თითქოს პუტინის ასლია. ეს ფოტო კი 1941 წელსაა გადაღებული. როდესაც ამ ფოტოებს ვუყურებთ, მსგავსება ნამდვილად გასაოცარია. არტეფაქტების უმეტესობა, რომელიც ერთი შეხედვით დროში მოგზაურობას ამტკიცებს, მარტივი ასახსნელია, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც იდუმალებითაა მოცული. 1936 წელს ბრიტანელმა ტურისტებმა ტეხასის შტატში ქვაში გაჭედილი ჩაქუჩი აღმოაჩინეს. მათ ეს ნივთი ექსპერტებს აჩვენეს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ეს ჩაქუჩი დიდი ალბათობით მე-19 საუკუნეში მცხოვრებ ამერიკელ მჭედელს ეკუთვნოდა. ხოლო როდესაც წყვილმა ქვა ლაბორატორიაში გაგზავნა, აღმოჩნდა, რომ ის დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. იმ დროში, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ.
მიიჩნევენ. ის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნის ჩაქუჩი უძველეს ქვაში იპოვეს, ზოგიერთისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა იმის სათქმელად, რომ შესაძლოა ეს ნივთი დროში მოგზაურს დაეკარგა. ან საერთოდაც ის რომელიმე უძველეს ცივილიზაციას ეკუთვნოდა, მაგრამ გეოლოგების მიერ გაჟღერებული თეორია უფრო რეალურად ჟღერს. მათი თქმით, თუ ვინმეს ჩაქუჩი ნაპრალში ჩაუვარდა, მის გარშემო რამდენიმე ასეულ წელიწადში შესაძლოა მინერალები წარმოქმნილიყო. გამოუცდელი თვალისთვის ამ მინერალების ფენას ისეთივე ვიზუალი ექნებოდა, როგორც ქვის დანარჩენ ნაწილს. დღეისათვის ჩაქუჩი იმ კერძო კოლექციონერს ეკუთვნის, რომელიც ამ ნივთს უძველესი ცივილიზაციის მტკიცებულებად მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად ის მეცნიერებს მისი შესწავლის საშუალებას არ აძლევს. 2016 წელს არქეოლოგებმა უცნაური რამ აღმოაჩინეს. ეს იყო ფეხსაცმელი, რომელიც 1500-ზე მეტი წლის იყო. მონღოლეთის მთებში აღმოჩენილი ეს წარმოუდგენელი არტეფაქტი ძალიან ჰგავს ადიდასის ან K-Swiss-ის ფეხსაცმელს. მოგვიანებით არქეოლოგებმა დაასკვნეს, რომ ეს ერთი შეხედვით თანამედროვე ფეხსაცმელი რეალურად იმ დროისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი ტყავის ბათინკები იყო. ხაზები არც თუ ისე თანამედროვე დიზაინია. ზოლიანი ტანსაცმელი ბიბლიაშიც კი გვხვდება, ხოლო ზოლიან წინდებს ძველი ეგვიპტელები იცნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი არტეფაქტი ძალიან ჰგავდა ადიდასის ფეხსაცმელს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც წარსულში მცხოვრებ ადამიანს თანამედროვე ფეხსაცმლის ტარება შეადანაშაულებენ. 1652 წელს შექმნილი ეს ნახატი ფერდინანდ ბოლს ეკუთვნის. ნახატი 2019 წელს ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში გამოჩნდა და უამრავი ვიზიტორი ხუმრობდა იმის შესახებ, რომ ბავშვს ნაიკის ფეხსაცმელი ეცვა. მუზეუმმა ამის შესახებ ტვიტერშიც კი დაწერა და როდესაც ეს ნახატი ინტერნეტში გავრცელდა, ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ბიჭს ნამდვილად ნაიკის ფეხსაცმელი ეცვა. დროში მოგზაურობის თეორია ამ შემთხვევაში ფოტოშოპმა გაამყარა. უცნობმა ადამიანმა ნაიკის ლოგო უფრო შეალამაზა. საბოლოოდ საქმეში ხელოვნებათმცოდნეები ჩაერთნენ, რომლებმაც განმარტეს, რომ თეთრი ფერი ფეხსაცმელზე არა ლოგოტიპი, არამედ წინდა. საქმე იმაშია, რომ მე-17 საუკუნის ფეხსაცმელებს ხშირად გვერდებზე მცირე ზომის ნახრეტი ჰქონდათ, საიდანაც წინდა ჩანდა. ისტორიის შესწავლის დროს ნათლად ჩანს, რომ სხვადასხვა პერიოდში მოდის განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება. 40-იან წლებში მამაკაცები კოსტუმებს და ქუდებს ატარებდნენ. თუ არ ჩავთვლით ამ ბიჭს, მზის სათვალე, მაისური ნახატით და ციფრული კამერა თითქოს თანამედროვე ეპოქისთვისაა შესაფერისი, მაგრამ ეს ფოტო 1941 წელს ბრიტანეთის კოლუმბიაშია გადაღებული. ამ ბიჭის ტანსაცმელი ეპოქის შესაფერისი არა, ამიტომაც ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის დროში მოგზაურია. ბიჭი ნამდვილად არ ჰგავს 40-იანი წლების ჯენტლმენს, მაგრამ მისი ვიზუალი სახსნა ლოგიკური გზითაა შესაძლებელი. დასაწყისისთვის მაისური, რომელსაც თითქოს პრინტი აქვს, დიდი ალბათობით ნაქსოვი სვიტერია, ძველი ჰოკეის კლუბის მონრეალის ლოგოტიპით. გუნდი 1947 წელს დაიშალა, ასე რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავლიდან მოსულ ადამიანს მაისურზე ამ გუნდის ლოგოტიპი ჰქონოდა დატანილი. გარდა ამისა, 40-იან წლებში მზის სათვალე უკვე საკმაოდ პოპულარული იყო. ჯერ კიდევ 1938 წელს ერთ-ერთმა გაზეთმა სათვალეები მოდის სამყაროში ახალ სიტყვად შერაცხა, ასე რომ ამ ბიჭს მისი ყიდვა 40-იან წლებში თავისუფლად შეეძლო. გარდა ამისა, ფოტოაპარატის თანამედროვე ვიზუალის მიუხედავად, ისეთი პატარა მოდელები, როგორიცაა Kodak 35, ამ დროისთვის უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო. ამიტომაც ბიჭს მისი შეძენა ნებისმიერი ტექნიკის მაღაზიაში შეეძლო. შემდეგი მტკიცებულება არა უბრალოდ ფოტო, არამედ მთლიანი წიგნია. მორგან რობერტსონის მიერ 1898 წელს დაწერილ წიგნში გემი ტიტანის შესახებაა მოთხრობილი, რომელიც ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. როდესაც წიგნი დაიბეჭდა, ის წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ მან ყურადღება 14 წლის შემდეგ მიიქცია. სწორედ მას შემდეგ, რაც ცნობილი ტიტანიკი მსგავს ვითარებაში ჩაიძირა. რობერტსონის წიგნმა კატასტროფა იწინასწარმეტყველა. გარდა ამისა, რობერტსონის გემსა და ტიტანიკს შორის მრავალი მსგავსება არსებობს. მიიჩნეოდა, რომ ამ გემების ჩაძირვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ისინი ატლანტის ოკეანეში აპრილის თვეში ჩაიძირნენ და ორივე შემთხვევაში გემბანზე არასაკმარისი სამაშველო ნავი იყო. ასეთი დამთხოვები წარმოუდგენლად ჟღერს. ამიტომაც 1912 წელს ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ ადამიანებმა რობერტსონი დროში მოგზაურად მიიჩნიეს, მაგრამ მწერალმა განმარტა, რომ ყველა მსგავსება შემთხვევითი იყო, ხოლო ნოველა მხოლოდ გემების შესახებ მის ცოდნას და იმ თეორიას ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც აისბერგს დიდი ზომის გემების ჩაძირვა შეუძლია, მაგრამ ასეთმა განმარტებამ ყველა არ დააკმაყოფილა. შეთქმულების თეორიის მიმდევრები წიგნზე გამოსახულ გემსა და ტიტანიკს შორის ძალიან დიდ მსგავსებასაც ამჩნევენ. 1995 წელს მაიკ ტაისონი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ რინგზე დაბრუნდა და MGM Grand-ზე პეტ მაკნილის შეხვდა. ტაისონის დაბრუნება ნამდვილი სენსაცია იყო, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის მაყურებელია, რომელსაც თითქოს ხელში სმარტფონი უჭირავს. 1995 წლისთვის არც ერთ მობილურს ფოტოების გადაღება არ შეეძლო, ამიტომაც გაჩნდა ვერსია იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი დროში მოგზაური იყო. 2020 წელს მაიკ ტაისონმა საკუთარ გადაცემაში ეს ამბავი გაიხსენა და აღიარა, რომ როდესაც მან ფოტო ნახა, ის საკმაოდ გაოცდა, მაგრამ სკეპტიკოსების აზრით იდუმალებით მოცულ მაყურებელს ხელში მცირე ზომის კამერა უჭირავს. ასეთი კამერები 90-იან წლებში ხელმისაწვდომი იყო და მათი დიზაინი ტელეფონის დიზაინს ნამდვილად ჰგავს.
მოდით წარსულში მობილური ტელეფონების თემა გავაგრძელოთ. 1953 წელს რეიკიავიკში, ისლანდიაში გადაღებულ ამ ფოტოზე ჩანს, რომ თითქოს მამაკაცი ტელეფონზე საუბრობს. 40-იან წლებში მობილურები არ არსებობდა. ამიტომაც ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს დროში მოგზაური ანის ჯაშუშია, რომელსაც საიდუმლო ტექნოლოგია ჰქონდა. თეორია საინტერესო ჭრს, მაგრამ სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი დამტკიცება შეუძლებელია. თუ ეს ფოტო არასაკმარისი მტკიცებულებაა, მაშინ რა სიტყვით 1928 წელს გადაღებული ვიდეოზე, რომელზეც ჩანს, რომ ადამიანი ტელეფონზე საუბრობს. ეს კადრი ჩარლი ჩაპლინის კომედიური ფილმის ცირკის გადაღებების დროს დააფიქსირეს, მაგრამ ექსპერტებმა გამოთქვეს თეორია, რომელიც დროში მოგზაურობას არ უკავშირდება. 1924 წელს ცნობილმა კომპანია Siemens-მა მცირე ზომის სასმენი აპარატი შექმნა, რომელიც ადამიანს ყურთან ახლოს უნდა მიეტანა. ეს პროცესი დაახლოებით მობილური ტელეფონის გამოყენებას ჰგავს. ექსპერტები თვლიან, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ქალი სწორედ მსგავსი მოწყობილობით სარგებლობს. სალამანკას ახალი ტაძარი შთამბეჭდავი ნაგებობაა, რომელიც მე-15-მე-18 საუკუნეებში ესპანეთში ააგეს. ტაძრის ფასადს მითიური პერსონაჟები, ცნობილი მოღვაწეების გამოსახულებები და ასტრონავტის ცნობილი ფიგურა ამშვენებს. მაგრამ როგორ აღმოჩნდა ასტრონავტი იმ შენობის კედელზე, რომელიც 500 წლის წინ ააგეს? საქმე იმაშია, რომ 1992 წელს შენობის რესტავრაცია მიმდინარეობდა, რომელსაც ჟერონიმო გარსია ხელმძღვანელობდა. რესტავრატორებს აქვთ ტრადიცია, რომლის თანახმადაც ისინი ხელწერის სახით შენობებს დეტალებს უმატებენ. ამიტომაც რესტავრატორმა ფასადს გარგულია და ასტრონავტი დაუმატა. თუ ჩვენ დროში მოგზაურობა შეგვეძლებოდა, ალბათ აუცილებლად ვნახავდით პირამიდებს, დინოზავრებს და ავსტრიის საბავშვო ბაღს 1899 წელს. ერთმა მოგზაურმა 40-იანი წლების საფრანგეთის მონახულება გადაწყვიტა, სადაც მან ომში გამარჯვება ამ ჟესტით აღნიშნა. თუ თქვენ ჰიპ-ჰოპი გიყვართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ეს ჟესტი პოპულარული 2015 წელს გახდა. ასე რომ ჩვენს წინაპრებს მის შესახებ წესით არაფერი უნდა სცოდნოდათ. ამ ფაქტმა ზოგიერთი ადამიანი დაარწმუნა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცი რეალურად დროში მოგზაურია. რა თქმა უნდა, არსებობს ამ ყველაფრის რაციონალური ახსნაც. სინამდვილეში ჯარისკაცები უბრალოდ მსახიობები არიან, რომლებმაც ფილმი დიუნკერკის გადაღებაში მონაწილეობა მიიღეს. რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა ჯარისკაცების როლის შესასრულებლად 6000-ზე მეტი ადამიანი დაიქირავა. სანამ ვიღაცას აზრად ფოტოს შავ-თეთრად გარდაქმნა მოვიდოდა, ნათლად ჩანდა, რომ ერთ-ერთი მსახიობი ამ ჟესტით უბრალოდ გადაღებების დასრულებას აღნიშნავდა. 2016 წელს ბრიტანულმა გაზეთმა ექსპრესმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც არქეოლოგებმა ავსტრიაში ჩატარებული გათხრების დროს განსაკუთრებული არტეფაქტი აღმოაჩინეს. ნივთი ძალიან ჰგავდა 80-საათიანი წლების მობილურ ტელეფონს, მაგრამ როდესაც კვლევები ჩატარდა, დადგინდა, რომ მისი ასაკი 800 წელზე მეტი უნდა ყოფილიყო. მასზე დატანილი წარწერები ლურსმული დამწერლობით იყო შესრულებული, რომელიც 5500 წლის წინ ახლო აღმოსავლეთში გამოიყენებოდა. გაზეთმა ივარაუდა, რომ ეს არტეფაქტი დროში მოგზაურობის მტკიცებულება იყო, მაგრამ როდესაც სტატია ინტერნეტში გავრცელდა, ხატვარმა კარლ ვაინგარდნერმა განაცხადა, რომ სინამდვილეში არტეფაქტი მისი ერთ-ერთი სკულპტურა იყო. ვაინგარდნერმა სკულპტურა 2012 წელს შექმნა და როდესაც მან ფოტო ინტერნეტში განათავსა, შეთქმულების თეორეტიკოსებმა ავსტრიელი არქეოლოგების ისტორია გამოიგონეს. ექსპრესის ჟურნალისტებმა, რომლებმაც ეს ისტორია 2016 წელს კვლავ დაწერეს, ნივთის რეალური წარმომავლობა დამალეს. მსგავსი შემთხვევა 2009 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც 90-იანი წლების ჯოისტიკი თითქოს კლდეში გაქვავებული აღმოაჩინეს. შეთქმულების თეორეტიკოსებმა განაცხადეს, რომ გაქვავებისთვის 10000 წელია საჭირო. ამიტომაც ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დროში მოგზაურობით აიხსნა, მაგრამ რეალურად ეს ნივთი კრისტოფერ ლოკის მიერ ერთ-ერთი გამოფენისთვის იყო შექმნილი. ხატვარმა სხვადასხვა ეპოქის ნივთები ბეტონში მოათავსა. ეს გაქვავებული ყურსასმენები და მობილური სახელოსნოშია დამზადებული, მაგრამ ასეთი არტეფაქტების შექმნა შემთხვევითად შესაძლებელია. 2020 წელს ერთმა ადამიანმა ქვაში მოთავსებული ტელეფონის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, თუ როგორ აღმოჩნდა მობილური ქვაში. არსებობს ვერსია, რომ მშენებლებს ნივთი შემთხვევით ტროტუარის რემონტისთვის საჭირო თხევად მასაში ჩაუვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია დამტკიცებული არ ყოფილა, ის ლოგიკურად ხსნის, თუ როგორ აღმოჩნდა ტელეფონი ქვის შიგნით. როგორც ხედავთ, დროში მოგზაურობის მტკიცებულებებს ლოგიკური ახსნა მოეძებნებათ, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ის მეცნიერული კუთხით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. მეცნიერებს არ მოუფიქრებიათ, თუ როგორ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა წარსულში, მაგრამ 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა დაამტკიცა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. ამ დაფაზე აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორიაა გამოსახული. ზოგადი თეორიის მსგავსად, ისიც საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ამ თეორიების მიხედვით ობიექტის მოძრაობის სიჩქარე
სიჩქარე და მისი მანძილი გრავიტაციის წყაროდან გავლენას ახდენს ობიექტის დროის აღქმაზე. უცნაურად ჟღერს ხომ ასეა? სწორედ ასე ფიქრობდნენ პირველი GPS სატელიტის შემქმნელებიც, მაგრამ როდესაც მათ სატელიტები კოსმოსში გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ მათში მოთავსებული საათი უფრო სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე ის საათები, რომლებიც დედამიწაზე იყო. ამის გამო GPS მაჩვენებლები გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილება 10-ობით კილომეტრში იყო. ამის შემდეგ GPS სატელიტებზე კომპენსაციის სისტემას ამატებენ, რაც აინშტაინის თეორიას ამტკიცებს. საქმე იმაშია, რომ სპეციალური თეორიის მიხედვით ობიექტი, რომელიც მეორე ობიექტთან შედარებით უფრო სწრაფად მოძრაობს, დროს ნელა აღიქვამს. აინშტაინმა გამოთვალა, რომ თუ დედამიწის მიზიდულობა დაიძლევა და კოსმოსში ხომალდი სინათლის სიჩქარის 95%-ით 10 წლის განმავლობაში იფრენს, კოსმოსში გატარებული 10 წელი დედამიწელებისთვის 32 წლის ტოლი იქნება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დროში მოგზაურობა ნამდვილად შესაძლებელია.